ნამდვილად არა ვარ დიდი ეკონომისტი, მაგრამ ამას დიდი ეკონომისტება არ ჭირდება, ეს არის როგორც 2+2 არის 4. ნუ ახლა მიდის ფასებზე საუბარი და რა თქმა უნდა, ესაა გადაფარვა და ესაა წილების გადანაწილება მეტი არაფერი. დავიწყოთ იმით, რომ ის სისუნელე რაც დაახეთქა ყობახიძემ, რომ თურმე ბევრი მაღაზია როა, მიტომა ფასები მაღალი, ესა მაგარი სისუნელე, პირიქით ჯანსაღი კონკურენცია იწვევს ფასების დააწევას. ჯანსაღი კონკურენცია და არა ის, რომ იყოს რაღაც ბიზნესი, რომელიც ხელისუფლებასთან არის შეკრული და აწესებს მონოპოლიურ ფასებს და არ აძლევს კონკურენციას განვითარებას. მეორე, აუცილებელია საგადასახადო შეღავათების გაკეთება. ჩვენთან პროდუქცია, საკვე პროდუქციაზე გინდა გაყიდვა იყოს, ეგი გინდა წარმოება იყოს, მოყვანა იყოს, არის მაღალი გადასახადები. გადასახადები სახელმწიფო კეთილი ინებოს და შეამციროს გადასახადები. მესამე, კონკურენტული მოსახლეობა უნდა იყოს მყიდველობით უნარიანი. როცა მაღაზია მხოლოდ და მხოლოდ 5 კილო თევზს ყიდის პირობითად, მას მაღალი ფასი ექნება თევზზე, მაგრამ თუ გაიყიდება 1000 კილო თევზი, მაშინ ეს ფასი აუცილებლად დაიკლებს. მეოთხე და თუ მეხუთე ემერია უკვე სათვალავი. იყო ამასინ წავიკითხე, ქათმის ფილებზე ფასი გაზვირდებაო, რამე თუ ჩინეთშიო ზვირდებაო ქათმის ფილის ფასებიო. ამიტომ და საერთოდ ქვეყანამ უნდა ეცადოს, როგორც ყველა ევროპული ქვეყანა, თავის სოფლის მეურნეობის განვითარებას და თავისი პროდუქციის გამოშვებას და სახელმწიფო პირველ რიგში ხელისშემწყობი უნდა იყოს ასეთი ბიზნესის და არ უნდა შემოდიოდეს ჩვენ ქვეყანაში ჩინური, ირანული და რაც ქვია თურქული და უზბეკური ხახვი, ნიორი, ქინძი და პამიდორი. თავარი კიდევ ყველაფერზე მეტი თავარი ალბათ საწვავზე მაღალი ფასები, არაკონკურენტული ფასები და მონოპოლიური ფასები. საწვავზე მაღალი ფასები იწვევს დისტრიბუციაზე მაღალ ფასებს. აუცილებელია საბანკო სისტემის გამარტივება, საბანკო პროცენტების დაწევა და კეთილი უნდა ინებონ საბანკო სისტემამ და იპოთეკური სესხების გაცემას სესხები გაცეს ბიზნესის განვითარებაზე. არა და ჩვენ ქვეყანაში იპოთეკური სესხები იცემა ალბათ 90% და 10% იცემა მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე. აი ამას ყველაფერს რო გადაწყვიტავს და ამ პრობლემების გადაწყვეტას რო შეუდგება ხელისუფლება, მაშინ შეიძლება დავიჯეროთ, რომ თურმე ისინი ფასებით მართლა არიან შეშფოთებული და თურმე ჩვენი ბედით მართლა არიან შეშფოთებული. სხვანაირად ეს გავს ბიზნეს წილების ხელახალ გადანაწილებას და რაც შეიძლება მეტი მოგების წაღებას სახში და ბიუჯეტში. მადლობთ ყურადღებისათვის.